ათობით მიმწოდებელი კუთვნილი ანაზღაურების გარეშე დატოვა. კომპანია სასამართლოს გაკოტრების პროცესის დასაწყებად მიმართავს, თუმცა დისტრიბუტორები შიშობენ, რომ ეს მათ გაკოტრებასაც ნიშნავს. პრაქტიკა მათ აჩვენებს, რომ გაკოტრების კანონი, რომელმაც მხარეთა სამართლიანი გაყრა უნდა უზრუნველყოს, ვითარებას მხოლოდ აფუჭებს. პირობითად ფურშეტის უკან რამდენი ადამიანი შეიძლება იდგეს, ხო? რამდენი ადამიანი იდგა, თქვა, პოპულის უკან, რამდენი ადამიანი იდგა, გუდვილის უკან, მაქსიმუმ 10 ადამიანზე საუბარი. აქეთ არის ასობით კომპანიაზე საუბარი და 10,000-ობით სამუშაო ადგილზე, რომელიც დღეს სანთლით საძებნელი არის. და ამ დროს ვიღაცეები თავხედურად ბედავენ იმას, რომ ამ სქემით აზარალონ სახელმწიფო. თუ არ იქნებიან შესაბამისი ნავანი, რომლებმაც ჩაუყარეს ესეთ თაღლითურ სქემებს საფუძველი დასჯილი, დამერწმუნეთ, რომ ამას შეუქცევადი ხასიათი მიეცემა და ეს იქნება დამანგრეველი. დაიკარგა ის თანხა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელსაც სხვადასხვა 1 წელიწადი ველოდეთ თითქმის. მაგრამ კანონმდებლობის მიხედვით, თქვათ, არის საკმაოდ დიდი შანსი თითქმის გარდაუვალი, რომ ეს თანხა დავკარგო. ჩვენზე ძალიან იმოქმედებს ეს ყველაფერი, აი პირდაპირადაც და არაპირდაპირადაც. მაგალითად, შეიძლება მომიწიოს თანამშრომლების შემცირება ზოგადად. შეიძლება მომიწიოს, კი არა აუცილებლად მომიწიოს რაღაც განვითარებაზე, მიმართულებებზე უარის თქმა. გაკოტრების ანუ გადახდის უნარობის რეგულაცია რომ არასათანადოდ მუშაობს ქვეყანაში, ამაზე მსოფლიო ბანკმაც მიუთითა 2017 წლის ბიზნესის სიმარტივის რეიტინგში. თავად რეიტინგში საქართველო 23-დან მე-16 ადგილზე დაწინაურდა, თუმცა გადახდის უნარობის საკითხში 106-დან 101 ადგილზე, მოდიში 101-დან 106 ადგილზე ჩამოქვეითდა, რა ქმნის პრობლემას და რატომ ნიშნავს ხშირად მოვალის გაკოტრება, მევალის გაკოტრებასაც. ამაზე ახლა ირაკლი გაფრინდაშვილი საუბრობს, იურიდიული კომპანია GLC-დან. მოგესალმებით ირაკლი. რა ქმნის პრობლემას? საკითხზე რომ გადავიდეთ. დიახ, პრობლემა ალბათ უნდა ვეძიოთ თვითონ მოძველებულ და არაეფექტიან კანონში, რომელიც უკვე მრავალი წელია მუშაობს, თუმცა პრაქტიკა მაჩვენა, რომ ბოლო წლებში 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარე პროცესებში იგი უკვე ვეღარ უმკლავდება იმ რეალობას, რომელიც დადგა და არის მრავალი, ასე ვთქვათ, შავი ხვრელები, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მხარე ხშირად იყენებს ხოლმე პროცესის გაწელვისა თუ მისი ვალდებულების შესრულების გადავადების მიზნით. მაინც აი რა მომენტებს გამოყოფდით თქვენ პრაქტიკულ განხორციელებაში ამ კანონის, რის გამოც საბოლოოდ რჩება ისე, რომ usამართლო მდგომარეობაში ვარდებიან მევალეები და ფაქტობრივად ერთ ბიზნესის დახურვასთან თუ ვალაუვალობასთან ერთად მას მოყვება მთელი კუდი წვრილი კომპანიების, დისტრიბუტორების, რომლებიც ასევე ძალიან ძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ვარდებიან. თვითონ მსოფლიო ბანკის ინდექსი, რომელიც აჩვენებს ამ პროცესის, ასე ვთქვათ, არაეფექტიანობას, მრავალი ინდიკატორისგან შედგება და შეგვიძლია დავუშვათ ყველაზე მნიშვნელოვან მათგანს შევეხოთ. ეს არის ვადები, რომელიც ძალიან ნეგატიურად მოქმედებს როგორც მოვალეზე, მათ შორის ასევე რა თქმა უნდა კრედიტორებზე, როდესაც წყლობით შეიძლება გაიწელოს გადახდის უნარობის პროცესი და ეს ერთეული შემთხვევებია თუ ეს უკვე თქვათ შეიძლება ითქვას რომ ტენდენცია რომ წყლობით ეს არის ტენდენცია რომელიც ასე ვთქვათ მსხვილი გადახდის უნარობის პროცესებში გამოვლინდა როგორც სამშენებლო მიმართულებით ასევე რიტეილის კუთხითაც ანუ ყველა შემთხვევაში ხდება იმდენად გრძელვადიან პროცესთან გვაქვს საქმე რომ მოვალისთვისაც არანაკლებ ტკივნეული არის, იმიტომ რომ იგი ვეღარ აგრძელებს თავის ყოველდღიურ ფუნქციონირებას და მისი რეაბილიტაციის საკითხი უფრო რთულდება. აი კონკრეტული მაგალითი თქვათ ჩვენ ნახეთ ინტერვიუ ერთ-ერთ დისტრიბუტორთან ამ შემთხვევაში ფურშეტის, რომელსაც სასამართლოს მიერ აღსრულების გადაწყვეტილება აქვს ხელში, სასამართლოს აღსრულების თანხის ამოღებასთან დაკავშირებით. თუმცა თუ სასამართლო მიიღო ფურშეტის გაკოტრების განაცხადი, ამ შემთხვევაში ეს ადამიანი თეორიულ შანსსაც კარგავს უკვე სასამართლოს ძალით მიკუთვნებული თანხის
განაზღაურებისაც ესეც დიახ, აბსოლუტურად მართებულია, იმიტომ რომ დღესდღეობით მოქმედი კანონი ითვალისწინებს ნებისმიერ საახსრულებო მოქმედების და საახსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებას, როგორც კი გადახდის უნარობის საქმე დაიწყება. ეს რამდენად სამართლიანია? იცით როგორ არის ხა ერთეული კრედიტორებისთვის რა თქმა უნდა ეს უსამართლო არის და ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ის ვეღარ ამოიღებს თავის თანხას და სხვა კრედიტორებს მიუერთდება, ასე ვთქვათ, გადახდის უნარობის პროცესში, თუმცა იმ მრავალი კრედიტორის თვალით თუ დავინახავთ, ეს რაღაც სამართლიანობასთან კავშირში არის. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პატარა ბაზარია და არის რაღაც შეზღუდული რაოდენობა დისტრიბუტორების შესაბამისად, მათ და ეხლა რეალობა ესეთია, რომ რამდენიმე გაკვეტრების პროცესთან აქვს საქმე და შესაბამისად, რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად უწევთ ბრძოლა და ეს აგრეთვე ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. ხო, აი თუ შეგიძლიათ წარმოდგენა მოგცეთ, რა ხარჯებს უკავშირდება ბრძოლა იმისთვის, რომ შენი საკუთარი ფული რაღაცნაირად დაიბრუნო. ან ყოველ შემთხვევაში იმედი არ დაგაგდო. გადახდის უნარობის პროცესის ხარჯები არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი კომპონენტი იმ მაჩვენებელში, რომელიც თქვენ ახსენეთ სოფლიო ბანკის. ანუ ფაქტიურად დღესდღეობით არსებული კანონით მოვალის ქონების ღირებულების დაახლოებით 15% არის შესაძლებელი, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, როგორც გადახდის უნარობის მეურვემ, წაიღოს მისი მომსახურების საფასურის სახით და ეს თანხა რა თქმა უნდა აკლდება სხვა კრედიტორებს. ანუ ბიუროკრატიაში მიდის ფაქტობრივად 15%. და სანაცვლოდ პლუს უნდა ითქვას, რომ არაეფექტურ ბიუროკრატიაში, ანუ მაშინ, როდესაც შეიძლება დავუშვათ კერძო სექტორს ვანდოთ გადახდის უნარობის მეურვის ფუნქცია, როგორც ეს იყო 2010 წლამდე. ამ შემთხვევაში მოხდა პირიქით 2010 წლის შემდგომ სახელმწიფო მიტვირთა ეს ვალდებულება თავის თავზე და აწესა საკმაოდ მაღალი საფასური ამ მომსახურებისთვის, მაგრამ ნუ ხედავთ, რომ მისი ქმედებები არ არის იმდენად ეფექტიანი, რომ ამხელა საფასურის შესატყვისი არ არის. ნუ გამოდის, რომ мотиваცია გადახდის უნარობის პროცესის დაწყებისა მოვალის მხარეს უფრო მაღალია, ხო, ვიდრე მევალეების მხარეს და არის თუ არა შემთხვევები, თქვენ პრაქტიკაში თუ ყოფილა, როდესაც ეს პროცესი ხელოვნურად წამოუწყია იმისთვის, რომ უბრალოდ ფული მიითვისოს მხარემ. დიახ, არის ძალიან ხშირად ისეთი სიტუაცია, როდესაც რეალურად გადახდის უნარობა გამოწვეულია მოვალის არაკეთილსინდისიერებით. ასეთი ტიპის გარიგებებს წესით გადახდის უნარობის მეურვე უნდა ეძებდეს, უნდა იკვლევდეს მიზეზებს თუ რატომ მოხდა და კრედიტორებთან ერთად სასამართლოს წინაშე უნდა აყენებდეს ასეთი გარიგებების ბათილობის საკითხს. თუმცა ძალიან იშვიათია, პრაქტიკულად მე არ მახსოვს პრაქტიკაში ასეთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოძებნილი ყოფილიყო კონკრეტული ტრანზაქცია, რომელიც ზიანის მომტანი იქნებოდა კრედიტორებისთვის და ასე ვთქვათ, ბათილად ყოფილიყო ცნობილი სასამართლოს. ამიტომაც არის მსოფლიო ბანკის შეშფოთებას გამოთქვამს ხაზგასმით, იმიტომ რომ ის საინვესტიციო გარემოს ძალიან აზიანებს. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ და საკმაოდ კაფეო